მოგესალმებით ანიმეს კოდ, ჩემი სახელია Blizzard-ი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ Bleach-ის 1000 წლიანი სისხლიანი ომის პირველი სერიის რეაქცია, წესით და რიგით თუ სწორედ მახსოვს, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო. ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. საინტერესოა. მარტო მე მგონია რომ იშიდას ზედმეტად სკელიპლ ისა აქვს, პლატ ტვისტი, armor shield-იც აходу. მის სნაიპერმა ნახევარი მე-13-დან უკვე მოშლიტა იმენა. ოპა, ვარსკვლავა. ეს რა არის? გამაგებინე ერთი კითხვას სვამ თუ შენს თავს ელაპარაკები ახლა. თუ შენს თავს ელაპარაკები დაგაიგნორებ. ასევე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ GOT8 სამეთში იქნებოდა ვინმე ისეთი სულელი მცველი, რომელიც იკითხავდა ისეთ რამეზე, რაც ისედაც ამოუცნობია. რამის თქმა ხომ არ გინდა, ნემუ? რა თქმა უნდა, არა, ბატონო მაიური. აბა ნემუ. ოპა. მოიცა სარაკი. შეშ. რა გააძრო იმ? ხელი დავკარგე, სულ ესა. მაგრამ სამაგიეროდ თავი გავუხლიჩე. იასა შეიხორცებს ახლა ხო? ორი აზრი არ იყო ახლა მაგაზე. ეს აქ არ გაჩერდებოდა და. რა არსება ხარ შენი? ნუ, ამას მე მეკითხები თუ ისევ შენს თავს ელაპარაკები? ისე იმ ტრეილ თავი უფრო გაუდიდა. ვერ თქვი იმენა. აქ რა ხდება? ეს სულებები ბრძოლისთვის შეუფერებელი ჩანს. ნეტა რა მიზანს ემსახურება, მაგრამ უთუოდ საშიშია. კაი, ერთი რას იძახი. შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათთან გაერთიანება შეგვეძლო. იდიოტო, ეგ არ უნდა გვექნა. მეც ასე ვფიქრობ. ისე შენს აზრს ძალიან იშვიათად გამოხატავ ხოლმე. მართლა? მე ბატონი მაიურის ბრძანებას ვემორჩილები. სანამ ის არ გამიძახებს, მე მოქმედებას არ ვაკეთებ. მხოლოდ ეგ არ არის ეგრე. კაპიტანი ზარაკიც თავის ნებით არასდროს დაგვიძახებს. ხო, რას ვამბობდი? მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაც 1000 წლიან სისხლიან ომს ვარეაქტებ, ანიმაციაზე ერთი დეტალიც კი არ გამიმახვილებია, ერთი ყურადღებაც არ გამიმახვილებია ანიმაციაზე და ანიმაცია აქვს ამ ანიმეს სასწაული. ანუ ჯერ ურიუს და რენჯის ბრძოლაში ძალიან მაგარი ანიმაცია იყო და წინ დარწმუნებული ვარ, ხა სამი სერია მაქვს სანახავი. იმ რეაქტებს, რასაც უყურეთ, ჩათვალეთ ერთ დღეშია ჯაძერილი იქ 7 სერიის რეაქტი და დანარჩენი ახლა 3 სერია რაც მაქვს ახლა სანახავი, დაჟე სხვა ფორმაში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მანდაც მაგარი ანიმაცია იქნება. ვაუ, ამარა. ეს რა უბედურება? მისი დახოლი ხელი. What the fuck? თვითონვე მოიგლიჯა სამ სისხლის გუბად გადაიქცაოდა. აქ რა ჯანდაბა ხდება? კარგი სანახაობა, კარგია ზარაკი. ბრძოლის აქცელი იყო, ხელი რომ მოიგლიჯე. რა აზრი აქვს? ამ ტიპს რანაირი ძალა აქვს? აი ისევ. ვერ გავიგე, შენ თავს ელაპარაკები თუ კითხვას მისმევ. მაინც სულ ერთია, პასუხი არ ვიცი. ხშენი, ამ რაღაცას თუ არ მიუახლოვდი, ისე როგორ გავჭრე? მერთო ჩემო, უფრო მეტ კითხვას უამს. ბრძოლა მხოლოდ რაღაცის გაჭრით არ ხდება. მოვიფიქრებ, როგორ გავუმკლავდე ისე, რომ არ მიუახლოვდე. მაპატიე, მე უბრალოდ ჩემ თავს ველაპარაკებოდი. ეი ზარაკი, მერე რა თუ მისი ძალები არ ვიცი. სანამ მომწდება, იქამდე გავჭრი შუაზე. ოპა, ზარაკი ძმა. ვახ, ჩემი. კუროცუჩი, შენა ბიჭვარო. როგორც მეგონა, ფილტვების გათიშვა წინ უძღვის სხვა ორგანოების ჩამოშლას. აშისო გიჟიზო. შიშის მეოთხე დონე. გთხოვთ ყურები დაიფარეთ. თორე მოთხსამში პარალიზებული იქნებით. შენი ნერვები შეგიძლია რომ მტრის სხეულში შეიყვანო. ამით შენ ცხოვრების ყველა მოძრაობას აკონტროლებ. მსგავსი ვარაუდები ისედაც მქონდა.
რაც არ უნდა იყოს. ახლა როცა შენ ძალები ვიცი, უკვე საშიში აღარაფერია. სულ რა მარტივად გაშიფრა ჩემი შიშველი ნერვებით მჟავის ალყო მტკივნეულია? საკმაოდ დამაინტრიგებელი ძალა გაქვს. საერთოდაც, რომ იცოდე, ეგ შენთვის გაგიკეთე. ავანტყოფია. ნუ მიყურებ მასეთი სახით. რა მექნა? მე ხომ სხვა გზა არ მქონდა. უყურეთ, თვალის მოძრაობა კიდე შეუძლია. შენ მართლაც მონსტრი ხარ. შენს გამო პრეპარატის გაძლიერებაზე უნდა ვიმუშავო. აშისო გიჟიზოს პარალიზების შესაძლებლობები ბევრად ძლიერი იქნება შემდეგში რომ შეგარჭობ. ვაღიარებ, რომ მხოლოდ მტრის ძალის ამოცნობაში არ დამეხმარე. შენ ასევე დამანახე თუ რაში სჭირდება აშისო გიჟიზოს განვითარება. გმერთო, ასეთი დიდი ფასი გავიღეთ. ჩვენი საყვარელი 13 რაზმის კაპიტანი შეეწირა. დაიწყე ბრძოლა ძმა, დავიღალე რა არის. ჩემო უცნაური რომ Quincy ძმა, მეგობარო. მიმინა ძალიან გაბურღატვინი. პასუხს ავიგეთ რომ აი იქ ასე იუღა. რომ გავაგრძელებ. ჯიჟო. მამინდა რომ ეს მსხვერპლი მე თვალზე ცრემლს მიჩენს. და შენი თავის სატესტო სუბიექტად უნდა გადმომცე. ეხავე მოგცემს კი. დაელოდე. გონი არ უნდა მეთანხმებოდე. შენ უბრალოდ ვერ ხვდები ამ ყველაფრის სილამაზეს. ეჭვი მეპარება ამ პატარა რაღაცას ესეთი მარტივი ძალიან იქონდეს. ძალიან რაღაც სერიოზული ტიპი იქნება. რაღაც ეჭვი მეპარება კუროცუში მამას გავუქაჩოს. ოუ, ეს რა არის? ეს იმას გავს. გასაგებია, ამას არ ველოდი. როგორც Soul King-ის ხელს ელოდა. King-ის მარცხენა ხელი ხარ. What the fuck? აი მე მას იმას თუ არ ქონდა ესეთი ძალები? ვერ გეტყვით. თუმცა მისი სულიერი ენერგია უკიტაკეს სულიერ ენერგიას უკიტაკესატო არ ქონდა ეგეთი ძალა. თუ უკიტაკეში Soul King-ის მარჯვენა ხელი იყო ჩაბეჭრილი. ერთი კითხვა მაქვს. Soul King-ის მარცხენა ხელი რატო ემსახურება იუჰაბახს? სიამოვნება? კომუნიკაცია შეგიძლია? მოულოდნელი იყო. ძალიან საინტერესო რამე. ეს ვაფშე რეებს კაპიტანო იყენებს. კუროცუჩი, ჯიჟია გეხობათ ის ასეთ შემისა. დაკრეჭილი ყურება. ასეთ მდგომარეობაში ესეთი ბედნიერი როგორ ხართ? მეკითხები თუ რატო არ ასეთი ბედნიერი? ეგ ბედნიერება იქნება რომ დაგხუპავს. ჯიგაროთან ამასთან. მომწონს. უფრო მეტი მაჩვენე მარცხენა ხელო. მარცხენა ხელი ჩემი სახელი არ არის. რა თქვი? პერნიდა. პერნიდა პარნკჯას. ძალიან გრძელია. ერნიდა. პირველ რიგში მე ვარ, ვინც აღმოგაჩინა. შენ კი არა. გაუგებრობა, როგორც წესი, შეურაცხყოფა. შენ მტერი ხარ, მტრისგან შეურაცხყოფა, Queens-ების შეურაცხყოფა. და მე რა შეურაცხყოფა მოგაყენე? ანუ Quincy რატოა მიუტევებელია. Soul King-ის მარცხენა ხელი რა გაუგებარიაში? მოულოდნელია. მიყვარს. ეს ადამიანიო ბუბას ხმა თუ მუსიკა ანიმეში იყო თუ ამე მონტაჟის გაპარვა ადამიანიო ბუბა გაიჩიტა ბარტლა ეს შემისა ამასუ Spider-Man აუ ტიპი იმენა ბლიჩის ადამიანიო ბუბა გაიჩიტა საუბრ ჩვენ მის უდიდებულესობას მოვუვლით. ორივეს დავხოცავ. ამათი ერთი სული მაქვს, ამბიციები, როდის მაგრამ- მაღლა მის უდიდებულესობას და ჰაშივად ზომებად. მაგზიანებს წავედით. აბა რას იზავთ ერთ მეგო კაპიტანო კუროცუჩი. არ გინდათ კაპიტანო კუროცუჩი. იმ ტიპს მიწაზე ნერვები აქვს დაგებული. ეხა Iron Man გაიჩიტა ვაფშე აბა ხო არ გეცნობა. ნაის ეს აერიალ ჰოჰოა. მას თქვენ Queens-ები იყენებთ. პირანკია. რა თქმა უნდა, ამ სახელს იყენებდნენ იშიდა ურიო და იშიდა სოუკენი. მე თუ მათ ფეხს არ დავადგამ, უშედეგო იქნება. რა ისროლო არა. მოდი ყველაფერი მარტივად გავაკეთოთ. ისე როგორც დავგეგმე.
ჩემი კუნთების, ნერვების და ვენების განლაგება შევცვალე. ნუ ფიქრო რომ ჩემს ხელს ასე მარტივად გააკონტროლებ. პერნიდა. საინტერესო mind-blow ბრძოლა წავა აქ. დიდი ხანია ცალი ხელთ არ ჩამიტარებია ოპერაცია. როგორც ჩანს შეგრძნება დავკარგე. გინდა რომ უფრო მეტად დაპანიკდე. ბრძოლაში რო ხელი მოგიგებს. არა. გინდა რომ კიდევ უფრო მეტად დაპანიკდე. ამას უყურეთ ერთი. არა, სისხლი თვალში ჩამდის. მტკივა. ნათქვამი იყო რომ Soul King-ის მარჯვენა ხელს სიმშვიდე საკონტროლებდა. მარჯვენა კი გაუნჯობესებებს. მარცხენა აქ. არ მინდა რამე ისე დავიჯერო, სამეთონ არ დავამტკიცებ, მაგრამ What the fuck? ბანკაი. იასნა ბანკაის გამოიყენებდა. კონჯიკი აშისოგიჟიზოს გამოყენებას აპირებს. ირგვლივ საწამოს გაავრცელებს და ყველაფერს მოკლავს. კაპიტან ზარაკი. ბავშვი დაბადა. ხმიდან ბავშვი დაბადა. What the fuck? კონჯიკი აშისოგიჟიზო. მაтай ფუკუინ შოტაი. ის იყენებს ინფორმაციას, რომელიც ბრძოლაში დავაგროვე. ხო თქვი მაგარი mind-blow ბრძოლა იქნება მეთქი. გასაგებია შენთვის. ეს გამოვიდა. ეს მოცლიდან გამოვიდა თუ? აშისოგიჟიზოს ხეულის დედრობითის ქესის რაღაცა იყო. სხვა სიტყვებით, შენი ნერვები მასზე რომც მიამაგრო, მისგან მხოლოდ ერთი ფენის აცლას შეძლებ. შეჭამაშ. მაგარი მანდაქონია ამბობს. შეგიძლია ცოტა გაუძალიანდე. რაც ესე მარტივად არ მგონია რომ ეს პერნიდა დანებდეს. კონტე არ არის. გამარიცხეთ ეგ ამბავი. გასასრული უკვე? ჩამოტელეს პერმიდა. ოკეი. გახმოვანებულია რექტაიმის მიერ. ბრასაკაც გამოვიქცა. არ მგონია რომ ესე მარტივად დაიმარცხებინა პერნიდა. ეკლეს ფიჭვები. მოციმციმე სცენაზე წითლად იშლება. ზეცას გაურბოდა. გამოდი, გამოჩნდი ჯოჯოხეთის სიღრმიდან. ინტერესოა, რავი. Mind-blow სერია იყო ძალიან რავი, ამაზე რა უნდა თქვა. ნახევარი სერია ტვინი ვიჭყლიტე მარტო იმის ძალების გაგებაზე. რომლის ძალების გაგებაზე? პერნიდას. პერნიდა ხო შუაზე იყოფა და ნერვებს აკონტროლებდა. გაიგო, გამოამჟავნა ისა. ხო და როგორც აღმოჩნდა ის როგორია. Soul King-ის მარცხენა ხელია, მაგრამ ეხა იბადება კითხვა. Quincy რატოა Soul King-ის მარცხენა ხელი? მაგრამ ანუ Soul King-მა ხო ყველაფერი შექმნა, ანუ Quincy-ებიც მაგან შექმნა ადამიანებიც. მაგრამ ხო და მაგას ვამბობ, ანუ რატო უნდა იყოს Soul King-ის მოწინააღმდეგე მისი მარცხენა ხელი? არა, ანუ პირდაპირ მოწინააღმდეგე ხო არ არის, ანუ მაგან შექმნა. ეხლა დაუპირისპირდნენ თორე. რა, ეგრე აიზენსაც უნდა და Soul King-ის ადგილის დაკავება, მაგრამ თემა შინიგამი რეალურად Quincy-ები და შინიგამები ხო საპირისპირო არსებებად შეიქმნენ, რა? არ შეიქმნენ საპირისპირო არსებებად. ანუ რეალურად ისტორიის შექმნიდან ანუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, არა, პირიქით ტიპები შეიქმნენ იმისთვის, რომ ერთი მტერი დაეხოცათ, სულები დაეხოცათ, პროსტა ისინი აქრობენ, ესენი წმინდავენ. ბალანსში ვერ მოდიან, მაგაშია საქმე. ხო და მე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ხო და მაგას იმიტომ რომ ამათმა ვერ მოისვენეს. ბალანსში ვერ ჯდებიან და მოწინააღმდეგე ერები შექმნა, ჩათვალე. არ ვიცი, ეგ Soul King-ის მიზნები ალბათ ძალიან ბოლოში გამოჩნდება, კაცმა არ იცის რატო შექმნა და რატო მისცა პერნიდას. ახლა საინტერესოა მარცხენა ფეხი და მარჯვენა ფეხი ვინაა. ეხა ეგ არის საინტერესო. რამე დარჩა კიდე Soul King-ის გასარკვევი? მარჯვენა ფეხის და მარცხენა ფეხის გარდა? რამე ნაწილი აკლია კიდე? გულიც გაღებულია ძმა? გული ეხა ის ჩიჩიგო იქნება ძმა? მაგაზე ორი აზრია რა. ანუ გააგრძელე ყურება ჩემო ძმაო რა მოდი რა შემდეგი სერია ვნახოთ დავტკბეთ იმით რაც წინ გელოდება ჩემი აზრით შემდეგი სერიაც ძალიან კაი იქნება დიდი ალბათობით შემდეგი სერია უნდა იყოს
მოდი ვივარაუდოთ. ერნიდას აღზევება და ალბათ ურაჰარას ახალი ბრძოლა. ინტერესო, ნახოთ. მოკლედ, ნახოთ. ხელოვნური ვიდეოც დასრულდა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ბლიჩის ვიდეოში. ამაგარგად. ნახვამდის.